ჩვენი ფინალური დაპირისპირება სწორედ აჩიკო ბოლქვაძე გამოდის საჭიდაოდ. წითელი ფორმით იქნება ის ლეიბზე და ხედავთ მას შემოდის პირველი ის თავისი ადგილისკენ მიემართება და უკვე შემოვიდა არენაზე გურამ ხეცურიანიც. თავისთავად ეს ძალიან კარგი მოჭიდავე, რომელიც უკვე წლებია საქართველოს ჩემპიონატზე სამეულს არ ტოვებს და ძალიან მძაფ კონკურენციას ქმნის. აქ ელგუჯა მიურვაშვილი გახლავთ, მისი მწვრთნელი არაერთი სახელოვანი ქუთაისელი ათლეტის ფალავანის გამზრდელი მწვრთნელი. დაიწყო შეხვედრა, შეგახსენეთ, რომ წითელი ფორმით ჭიდაობს აჩიკო ბოლქვაძე, ხოლო მისი მეტოქე გახლავთ ქუთაისელი გურამ ხეცურიანი. ჯერჯერობით ზონის ცენტრში არიან ეს პირველი წამები დგომში, უფრო ჩავლების აღებას ცდილობენ, უფრო პოზიციური ნიადაგის მოსინჯვა ერთმანეთისთვის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, თუმცა ჭიდრო კონტაქტში შევიდნენ ერთმანეთთან, ძალიან მალე აქ ჭიდაობა გაცილებით უფრო გახურდება. შეხვედრის არბიტრმა ხეცურიანს მოუწოდა, ახლა აჩიკო ბოლქვაძესაც მოუწოდა გააქტიურებისკენ. მართლაც ხაცება ძნელი სათქმელია, ვინ უფრო აქტიურია, უბრალოდ საჯებს ამ კრიტერიუმის განსაზღვრის რაღაც თავისი მეთოდი აქვს. საბოლოო ჯამში საჯებმა პასიურად მიიჩნიეს ხეცურიანი, შესაბამისად ფულა მიიღო აჩიკო ბოლქვაძემ, ერთი ფული დაწინაურდა, თან მეტოქე დააყენებინა ჩოგჯენში და ნახოთ, ვიხილავთ თუ არა იმ სიამოვნებას, რასაც ჩოგჯენიდან დატრიალებები ჰქვია და კომბინაციური ჭიდაობა. ენერგიულად აბრახუნებს ხელებს ლეიბზე ხეცურიანი, მაგრამ ნახოთ შეძლებს თუ არა თავის დაცვას. დაიწყო ჩოგჯენი, წავიდა შეტევაზე და ხელების შეკვრას ცდილობს ბოლქვაძე, შეუკრა კიდევაც და მოძრაობები რათა მეტოქე წამოსცეს, ჭენიურად დაატრიალა. ჩინებული ეპიზოდი, ჩინებული ბრუნი. ეხლა ხელში აიყვანა და უკვე დგომიდან გადააგდო და აქ კიდევ უფრო უკეთესი გდება იყო. 5-0 უკვე მისასარგებლოდ შეუძლია კიდე რაღაც ფეხზე ხო არ აპელირებდა ბოლქვაძე, მაგრამ გრძელდება აგრძელოს ბოლქვაძე ჩოგჯენში შეტევას. აქ ახლა საჯმაც რაღაც ფეხზე მიანიშნა ხეცურიანის მხრიდან. და შემოაგდეს ბათუმელებმა, უბრალოდ აჭარის ნაკრების წევრებმა შემოაგდეს ჩელენჯი. აი ეხლაც ფეხზე ანიშნებს ბოლქვაძე, როგორც ჩანს, იქ მართლაც გამოიყენა ალბათ ხეცურიანმა ფეხი. საჭდა მოთათფირება. გახდა ანგარიში. მაგრამ ჯერ საჯები რაღაცას კიდეთ არა მისცა უკვე ლეიბის საჯმა ნიშანი და გაგრძელდა შეხვედრა. ჯერ პირველი პერიოდის დამთავრება თითქმის 1 წუთი არის დარჩენილი. 5-1 ასეთი ანგარიში დგებს აჩიკო ბოლქვაძე გურამ ხეცურიანთან შეხვედრაში. აქა აჭარელთა პროტესტი არ დაკმაყოფილდა, ფეხის გამოყენება ანუ საჯებმა არ დააფიქსირეს და სწორედ ამიტომ მიიღო ერთი ფულა ხეცურიანმა. მაგრამ ეხლა საჯმა ხეცურიანს მოუწოდა რაღაც კორექტული ჭიდაობისკენ, როგორც ჩანს რაღაც შეამჩნია ის შეზე გაცილებით უფრო ახლო დგას სპორტსმენებთან.
აქ ხეცურიანი ახლა ცდილობდა რომ ზონის გარეთ გაიყვანა მეტოქე, მაგრამ ბოლქვაძე ძალიან მყარად იდგა. ამასობაში დასრულდა პირველი პერიოდი, ჩვენ შევისწავლოთ ნახევარი წუთით და შემდეგ დავუბრუნდეთ ისევ ლეიბს, სადაც განახდება მეორე პერიოდი. პირველი პერიოდის შემდეგ სერიოზული უპირატესობა, გვარიანი უპირატესობა მიიღო აჩიკო ბოლქვაძემ, ხა ეს 4 ქულიანის სხვაობა ნამდვილად არ არის აღმოუქმნელი, თუმცა როდესაც ბოლქვაძეს აქვს ასეთი უპირატესობა, ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მყარად შეიძლება გარანტიების გაცემა იმის მიუხედავად, თქვა ხეცურიანი იქნება თუ ვინც იქნება აქ მეტოქე. დაიწყო მეორე პერიოდიც, რომელიც წესით პირველზე უფრო დაძაბული და უფრო შემტევი უნდა გამოდგეს. აი ხეცურიანი ძალიან გააქტიურდა პირველივე წამებიდან უფრო აქტიურობს. და ბოლქვაძე გააფრთხილეს პასიურობისთვის დაისაჯა ქულით. 5-2 გახლავთ ანგარიში და უკვე ჩოგჯენში ჩადგა ბოლქვაძე. ჩოგჯენში ჭიდაობა შეუძლია და მაღალ დონეზე შეუძლია ხეცურიანსაც. შეკრა ხელები ხეცურიანმა და ცდილობს წამოწევას, თუმცა არ აძლევს ამის საშუალებას აბსოლუტურად ბოლქვაძე და აქ უკვე საჯმა წამოაყენა. საჯმა დგომში გააგრძელებინა შეხვედრა, ანგარიში დარჩა 5-2 ბოლქვაძის სასარგებლოდ, რაც მასპინძელ სპორტსმენს უკვე ძალიან დიდ ფორას აძლევს. 2 წუთი მართალია რჩება შეხვედრის დასრულებამდე, მაგრამ შეხვედრის მიმდინარეობიდან რაც აქამდე ვნახეთ, თუმცა აქ ახლა ხეცურიანმა წმიდანაც გაიყვანა და 5-3 გახადა ანგარიში. ეს უკვე ცოტა ისეთი მდგომარეობაა. ახლა უკვე რაღაც გარკვეული კუთხით, ალბათ ფსიქოლოგიური უპირატესობაც ხეცურიანის მხარეს არის და ბოლქვაძემ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს. აი ახლა თითქოს კარგად ჩამოქაჩა და შეეძლო უკუნიდან შემორბენაც, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. წუთი და 28 წამი რჩება. აი ახლა უკვე მსაჯი ანიშნებს ხეცურიანს, თქვენც ხედავთ ამ ჟესტებს, ანიშნებს ფეხის გამოყენებაზე. ანუ უფრო იმაზე რომ არ გააკეთო თორე ხარ ყოფილიყო აქ დასჯი და ფეხის გამოყენება მაშინე დასჯი და ამასობაში ხეცურიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება და სამედიცინო პაუზა გახლავთ ჩვენს პროგრამაში. აკი ადგილობრივი დარბაზი და ადგილობრივი მაყურებელი ახმაურდა და აჩიკოს კანდიდატებს გასაგებია რომ ახლა ბოლქვაძეს ამზომლად მეტი ხომა გიყავს დარბაზში პრაქტიკულად მთელი დარბაზი. ცირადი გამონაკლისების გარდა. ეს ცირადი გამონაკლისებიც კიდე არააჭარელი სპორტსმენები და მათი ხომაგები არიან. გაგრძელდა ჩვენი შეხვედრა, გრძელდება დგომში და გრძელდება კლავაც საკმაოდ უშეღავათო პაექრობაში. ზონის ცენტრში არის, დგომში არის ჭიდაობა. ორივე ცდილობს დარჩეს აქ მაინც რაღაც რომ მოხდეს და მეტოქემ არ გაიყვანოს, არ გააგდოს წრიდან. და აქ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ხეცურიანიც შეეგუა ალბათ უკვე თავის მარცხს დაიღალა. მისი ემოცია და მისი ჟესტი ყოველ შემთხვევაში ამას გვაფიქრებინებს. დრო კი იწურება 30 წამი ასპარეზობის დამთავრებამდე 5-3 ანგარიში. ნამდვილად არ არის დიდი სხვაობა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს და ისიც ასეთ მაღალ დონეზე და ასეთ მეტოქესთან შეხვედრაში უკვე ეს ორქულიანი უპირატესობაც გვარიანი გარანტია ხდება. ბოლო წამები ხეცურიანმა კიდევ ერთხელ რაღაც შტურმივით სადა, მაგრამ შეხვედრაც
ასრულდა. 5-3 გაიმარჯვა აჩიკო ბოლქვაძემ. შარშანდელი ფინალი განმეორდა და დასრულდა იმავე შედეგით, როგორც შარშან იყო და იგივე უცვლელი სამეული მივიღეთ ჩვენ, ანუ ჩემპიონი აჩიკო ბოლქვაძე აჭარა, ვიცე-ჩემპიონი გურამ ხეცურიანი ქუთაისი, მესამე პრიზიორები აივან გორიკაძე გარდაბანი და ლაშა გობაძე აჭარა. ეხლა ვიდრე დაიწყება ძიმე წონოსანთა ეს დარჩენილი ორი შეხვედრა, მანამ გაიმართება 77 კილოგრამში დაჯილდოების ცერემონიალი. შეგახსენებთ, რომ აქ ჩემპიონი გახდა აჭარელი რამაზ